თებერვალი და მარტი რომ გრიპისთვის ყველაზე ხელსაყრელი თვეებია, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და უკვე მერამდენი წელია რომ ეს ვირუსი სხვადასხვა დასახელებით ვრცელდება და მოსახლეობაში პანიკას ბადებს. და სწორედ აი ამ პანიკიდან გამომდინარე ჩვენ გადაწყვიტეთ ჩვენ სტუმართან ერთად გავარკვიოთ თუ რა ვირუსთან გვაქვს საქმე, როგორ უნდა ვერიდოთ მას და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ თავს. და ჩვენი სტუმარია დაავადებათა და კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ბატონი პაატა იმნაძე. დილამშვიდობის და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონი პაატა, შევეხოთ ამ ვირუსს, რომელიც ახლა აგორდა ისე ხმა რომ ღორის გრიპი არის, ანუ იგივე ეს H1N1-ო და ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა მართლა ეს ღორის გრიპი? პირველ რიგში ესე ვთქვათ, რომ ადამიანისთვის ნამდვილად სუსულერთია ღორის დაემართება, აკლემის თუ გველეშაპის ადამიანს ემართება გრიპი და ეხლა მე ის ჩვენთვის არის ხოლმე უფრო საინტერესო, ვთქვათ, რომელი ვარიანტი ან რომელი ტიპი დადის ამ ვირუსის. ეხლა აი დღეს რაც არის თქვა საქართველოში, არა მარტო საქართველოში, სხვა შორის თქვა ეს აღმოსავლეთ ევროპაშიც და დასავლეთ ევროპაში, მარტო იტალიაშია, ანუ H3N1 ტიპის H3N2 ესე ქვია, ეს არის უმრავლესობა. თუმცა ის თქვენ რო თქვით H1N1, რომელსაც ღორისას უძახით ხოლმე, ისიც დადის, ოღონდ ის წელს დაჭერილი გვაქვს 2 ცალი. ჩუმად დადის. ხო, და აი დანარჩენი 90%-ზე მეტი, 95% არის H3N2. თუმცა არის B ტიპის, აი 2 ცალი B ტიპის ვირუსიც გვაქვს დაჭერილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ესენი ძალიან ცოტაა და რაც თავარია ადამიანისთვის არავითარი განსხვავება არ აქვს, რომელი გრიპი დაემართება, ზოგს დაემართება მსუბუქად, ზოგს საშუალო სიბძივით და ზოგს მძიმე. მაშინ რით განსხვავდება ეს არსებული ვირუსები და ის განსაკუთრებით, რომელიც მძლავრობს ახლა და ხშირად გვხვდება, რა ნიშნებით ხასიათდება? ნუ მოიწერეთ ვთქვათ, ჩვეულებრივი როგორც უნდა იყოს გრიპი, ანუ პირველ რიგში ის რომ ინტოქსიკაცია ძლიერი, ანუ აი დაგამტრევს ისე რომ ვთქვათ, ძვლებში გტეხავს და თავის ტკივა და თვალები ამოვარდნაზე გაქვს, იმიტომ რომ ტკივილები ესეთი გაწუხებს. და შემდეგ ჩვეულებრივი სიმპტომები, ხველა, სურდო, მაღალი ტემპერატურა. ეს არის რაც არის, თქვათ, გრიპის დამახასიათებელი. უკვე ის დრო რომ უნდა ვეწვიოთ ამ შემთხვევაში ეკიპს, ხო? ნუ მოდით ესე ვთქვათ, ბავშვი თუ 38 ტემპერატურა ერთ დღე-ღამეზე მეტია, აუცილებლად უნდა ექიმა უკვე ნახოს და დიდი შემთხვევაში, ნუ 3 დღე კიდე შეიძლება, იმიტომ რომ ყველას ქონია გრიპი, ჩვეულებრივი გადაგვიტანია, ხო? კიდევ თქვა ზოგჯერ მსუბუქად, სხვა მსუბუქები უფრო საშიშია, იმიტომ რომ ისინი ავრცელებენ, ისინი სამსახურში დადიან არიან ვირუსის გადამტანები. არიან ვირუსის გამავრცელებლები, მსუბუქი ავადმყოფებით. მძიმე ისეთ არის, ჩავარდნილია და ვერ ადგება უბრალოდ, ვერ წავა სამსახურში. ამიტომ აი 3 დღე თუ აქვს უფრო ესე იგი მოზრდილს 38 მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. პანიკა გამოიწვია ალბათ იმან, რომ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა და აი ეს ლეტალური შემთხვევა, შედეგი აი ვირუსის დამსახურება, ამ ვირუსის გამოძიება მიმდინარეობს ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იმას ჩავთვლით, რომ იგივე თქვათ მოხუცებულთა თავშესაფარში 5 ბენეფიციარს არა იმათთვის გარდაიცვალა, არამედ სხვა 5 ბენეფიციარს დაუდგინდა H3N2 ატიპის გრიპის ვირუსი და ერთ მომვლელსაც, რომელსაც მსუბუქი ჰქონდა ძალიან მიმდინარეობა, ну, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქაც თქვათ ეს ვირუსი გახდა ბიზნესი, მაგრამ სამწუხაროდ ესეა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე კონტინგენტი, იყო ეს ბრძოლიარე, ფაქტიურად ავადმყოფები იყვნენ, ძირითადი ძალიან მძიმე დაავადებებით და სამწუხაროდ აი გრიპი, როდესაც თან დაერთვება ხოლმე ასეთ და ყველაზე საშიში ის არის სწორედ მოხუცებისათვის და მით უმეტეს რაღაცა ქრონიკული დაავადებები. აი ვინმე ეკუთვნება მაშინ უფრო კონკრეტულად რო გითხრათ? აი რისკის ჯგუფი ძირითადად ეს რა დაავადების შემთხვევაში არის ქრონიკული დაავადება მოხუცებელობაში, მოხუცე ასაკი, რა თქმა უნდა, ასევე პატარა ბავშვები, თქვა რაღაც 5 წლამდე ბავშვები, მოხუცებულთა ასაკი, ქრონიკული დაავადებები, გულსის ძარღვთა, სუნთქვის ორგანოების, დიაბეტი, სიმსუქნე სხვათა შორის და ასევე ფეხმძიმე ქალბატონები უნდა მოერიდნენ ძალიან. ამ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები მიეკუთვნებიან ამ რისკის ჯგუფს, უკიდურეს დახმარებას უნდა მიმართონ. იცით რა, ხო, ამათმა რა თქმა უნდა, ეგრევე უნდა თუ აქვთ რაღაც გრიპის სიმპტომები, უნდა მიმართონ ექიმს, ისაც რომ დროულად თუ საჭიროა დაიწყონ ანტივირუსული მკურნალობა, ხას უსვამ ანტივირუსული მკურნალობა და არა ანტიბიოტიკები, რომელიც
თქვა დამოუკიდებლად საერთოდ არ უნდა მიიღოს ადამიანმა, იმიტომ რომ ანტიბიოტიკმა შეიძლება ხელიც კი შეუშალოს ვირუსთან ბრძოლაში, თუ გართულება, მას უკვე იქ მიწყვეტავს საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკი და ანტივირუსული პრეპარატები ორია ძირითადად ეს არის ეგრეთ წოდებული ტამიფლუ და რელენზა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ და კიდე ერთი მართლა ყველა საინტერესებს ის ერთ-ერთი არის კიდე ერთ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და სანამ ლაბორატორიაც გაიგებ რა გჭირს ამასობაში იმ გრიპმა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი გამოიტანოს, ამიტომ გრიპი არის ეხლა რაც არის ყველაფერი გრიპია. ხო, იმიტომ რომ აი სხვადასხვა სიმპტომებით ხასიათდება, მაგალითად ჩემს გარშემო გამიგია რომ ზოგს თქვა აწუხებს ხოლოს ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი სიცხე, ზოგს საერთოდ არ აქვს სიცხე და უბრალოდ გაციებულია ძალიან დიდი ხანი. ბევრს მაგალითად მაღალი სიცხე აქვს და ვერ დაიგდო დღეები და ეს ერთი ვირუსია, ზოგს მიმდინარეობა, ზოგს აქვს საშუალო სიმძიმე, ზოგს მძიმე. ერთი ვირუსია. ეხლა რაც არის, უკვე ყველაფერი გრიპია. აქედან გამომდინარე, გრიპი გაქვს იწყებს პოლალობას გრიპისას. შეიძლება უნდა ვიყოთ. მაგრამ შესაძლებელია ბატონო პატა, სანამ სიმპტომები გამოგვივლინდება, უკვე ხო ვიცით რომ ვირუსი ტრიალებს უკვე. რამენად დავიცვათ თავი ან მოემზადოთ, შევებრძოლოთ ესე. პირველი ეს არის რომ აი ვინც ავრცელებს, ისინი ნუ გაავრცელებენ, ანუ ავადმყოფი ბავშვი არ უნდა დაუშვან ბაღში, ავადმყოფი ბავშვი არ უნდა დაუშვან სკოლაში. ავადმყოფი ადამიანი არ უნდა დაუშვან სამსახურში და ეს უფროსმა უნდა მოაგვაროს, იმიტომ რომ ყველა ეს უნდა გათვალოს, რომ ეს ერთი თანამშრომელი რომ მოუვა, ის მე ყველას გაუხდის ავადი. ამიტომ თვითონ ჩვენ უნდა ასე ვთქვათ ვარეგულიროთ ის რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გახდეს. ეხლა მეორე თავის დაცვა, ნუ ეხლა უკვე თავდება ეხლა ასე ვთქვათ გრიპის სეზონი და შემოდგომაზე ვიხვეწებოდით ხო აიცერით მაგრამ ნუ მე ეხლა ახსენდებათ ხოლმე მე კიდე ერთი არის ვთქვათ რომ ხელების ხშირი დაბანა ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ და ზოგს არ ჯერავს ეხლა რატო ხელების ხშირი დაბანა იმიტომ რომ ესე ხო დავახვალოთ დავაცემინო აი თქვენ გადაგდებთ ხო მაგრამ იქ რომ ვიღაცა იყოს იმას ვერ გადავდებთ იმიტომ რომ შორს არის იქამდე წვეთი არ მიაღწევს მაგრამ ეს წვეთი აქ რომ მოხდება და მე რომ ხელს დავადებ ავტომატურად ესე მომისვამ ან ესე გავიკეთებ ხო გადმოვიტანე ის ვირუსი ასე ვთქვათ ჩემ თავზე და ეხლა ამ ოთახში 2 საათი ცოცხალი იქნება ის ვირუსი აქ რომ მოხდეს მაგრამ გარეთ ყინვაში 7 საათი იქნება ცოცხალი ამიტომ რომ ზამთარში ვრცელდება და ზაფხულში ვერ ვრცელდება ამიტომ ხელებს ხშირად დავიბანთ ეს ძალიან დაგვიცავს და ყველაზე მაღალი რისკი ვისაც აქვს იმან ნიღბით უნდა იაროს ხელების დაბანა ონკანი დავაყენოთ სტუდიის შემოსასვლელში აქვე ნიღბები და ონკანი არ არის აუცილებელი არის სალფეტკები სხვადასხვანაირი თქვა დეზინფექტანტები არის რომელთაც შეიძლება უბრალოდ ხელი დაიმუშაო ხოლმე დაბანის საშუალება არ არის ბატონო პატა და ბოლოს როდის გადაივლის ეს ვირუსის ბუმი როდის მარტის შუა რიცხვებიდან მარტის აი მესამე დეკადიდან ასე ვთქვათ ნელ-ნელა მოიკლებს და აპრილში დაგვანებებს თავს ძალიან კარგი. აი დაგვანებას მალე თავი. დიდი მადლობა ბატონო ბატონო, მობრძანებისთვის და წარმატებებს გესურვებთ. საჭირო ინფორმაცია იყო ნამდვილად